საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანთან, საქართველოს ელჩთან იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილთან ერთად ემპოლისა და ფლორენციაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებს ესტუმრა. ამჟამად სკოლებში 30 მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეისწავლოს ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, კულტურა, ცეკვა და სიმღერა. ფლორენციის ქართულ სამრევლო ტაძარში კულტურის მინისტრი ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძესა და მრევლს შეხვდა. ემიგრაციაში დაბადებულ პატარებს არ უკარგავთ ქართულ კულტურას, ქართულ ენას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი აღზრდისა და განვითარებისათვის ყველაფერი ეს, სადაც ჩართულია ეკლესია ამ ყველაფერში. საქართველოს დელეგაცია იმყოფება იტალიაში დიდი კულტურული პროგრამით, რომელიც ამ დღეებში იქნება წარმოდგენილი და ამის პარალელურად მოვინახულეთ რამდენიმე საკვირაო სკოლა, გავიცანით ჩვენი სათვისტომოს და ემიგრაციის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კულტურის კერები არსებობდეს და ჩვენ მომავალთაობასაც, რომლებიც აქ იზრდებიან, კონდეს ბმა საქართველოსთან და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული კულტურის, ქართული ენის ერთგვარი ელჩები იყვნენ ისინი ევროპაში. ჩვენი ვიზიტი გრძელდება და იქნება მნიშვნელოვანი დღე, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული კულტურა მაღალ დონეზე. ყოველთვის ძალიან ემოციურია ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრა. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე საკვირაო სკოლა, ანსამბლები, სადაც ქართველ ბავშვებს ასწავლიან ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ცეკვას, წერა-კითხვას და იმ ყველაფერ მნიშვნელოვანს, რაც თითოეულ ქართველს უნდა კონდეს. აქ ემიგრანტებში, დედებში, მამებში, ბავშვებში ყველაში იგრძნობოდა, რომ მათი სამშობლო მათგულებშია. მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა დღეს ქალაქ ფლორენციაში და ასევე ქალაქ იმპოლეში, სადაც საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად, ქალბატონ თინათინ რუხაძესთან ერთად ვიმყოფებოდით. საშუალება ჰქონდა შეხვედრილიყავით ქართულ დიასპორას, მოგვენახულებინა საკვირაო სკოლები, ასევე დავესწარით წირვას. მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი იმ კუთხით, რომ კიდევ ერთხელ გვაქვს საშუალება დავუახლოვდეთ, გავიგოთ ის გამოწვევები, რაც დღესდღეობით ქართულ დიასპორას აწუხებს იტალიაში.